რუსული თავდასხმების შედეგად უკრაინაში 4 ადამიანი დაშავდა. ოდესაში შავი ზღვის საპორტო ქალაქში გვიანღამით დრონები თავდასხმების შედეგად არიან დაშავებულები. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს. უკრაინაში ოფიციალური პირების განცხადებით დაზიანდა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი შენობები, რამაც ქალაქის ზოგიერთ რაიონში ელექტროენერგიის გათიშვა გამოიწვია. რუსმა სამხედროებმა უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ქალაქ სუმისაც შეუტიეს. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განაცხადა, რომ იერიშის შედეგად ბავშვთა სამკურნალო დაწესებულებაში ხანძარი გაჩნდა, თუმცა აქ დაშავებულები არ არიან. რუსეთის თავდასხმები უკრაინაზე მას შემდეგ აქტიურდა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის სამხედრო დახმარებაში აჩერა. მისი მიზანია უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებები გამართოს, რასაც საბოლოოდ ომის დასრულება მოჰყვება.